ემზადება თუ არა რეჟიმი საქართველოდან გერმანიის ელჩის გაძევებისთვის. პეტერ ფიშერი ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მანამდე დიპლომატს თავს შალვა პაპუაშვილი დაესხა. პეტერ ფიშერი განსაკუთრებულად კრიტიკულია ოცნების პოლიტიკის მიმართ. ის არაერთხელ გამხდარა ოლიგარქის პროპაგანდის სამიზნე. ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევაშიც ადანაშაულებდნენ, რაც რეაგირების ზომად დიპლომატის გაძევებას ითვალისწინებს. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების საპასუხოდ საქმეში არაერთხელ ჩაერთო გერმანიის მთავრობა. ოფიციალურმა ბერლინმა ივანიშვილის რეჟიმს განუმარტა, რომ ელჩი სწორედ მათ პოზიციას წარმოადგენს. ვინა იყო თავის თავზე ფიშერთან შეხვედრა და ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოსთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნა. როგორც ცნობილია, თბილისში არ იმყოფება მაკა ბოჭორიშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩემი კოლეგა სოფო ვარდიაშვილი მუშაობს. სოფო, გისმენთ. დიახ, გიორგი სააძე მეტია, რაც გერმანიის ელჩი არის ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის დაბარებული არის ოფიციალურად ამ სამინისტროში და თუმცა წინასწარ მას არ გაუკეთებია კომენტარი, არ ქონდა ინფორმაცია რის შესახებ აპირებენ მასთან ლაპარაკს. მას როგორც ჩვენი ინფორმაციით ხვდება ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, როგორც თქვენც უკვე ახსენეთ, ოცნების მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ იმყოფება თბილისში, ის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომაზე დასასწრებად. ელჩმა შესვლამდე გააკეთა საკმაოდ მწვავე და კრიტიკული კომენტარი, მცირე, მაგრამ საკმაოდ მწვავე და კრიტიკული კომენტარი. მან თქვა, რომ ეს ილაპარაკა ისევ ამ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებზე ელჩების მიმართ, ასევე გააკრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლება კურსის გადახვევის გამო. ჩვენ მას დაუსვით, რა თქმა უნდა, კითხვა ელის თუ არა ის უფრო მწვავე სანქციებს და მაგალითად იმას, რომ შეიძლება ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააძევოს ქვეყნიდან, თუმცა ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს. ოფიციალურად ამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის სანქციების დიპლომატიური ფორმა. ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს არის გერმანიის ელჩის დაბარების პირველი შემთხვევა. შევდივარ და მოვისმენ რის თქმას აპირებენ, მაგრამ ასევე უარყოფ მტკიცედ უსაფუძვლო და გამაღიზიანებელ ბრალდებებს გერმანიის მთავრობის, პირადად ჩემი და კოლეგა ელჩების წინააღმდეგ. ასევე გამოვთქვამ საყვედურს საქართველოს მთავრობის მოქმედ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას კარგად ესმის, რომ გერმანიის ელჩზე თავდასხმა ნიშნავს თვითონ გერმანიაზე თავდასხმას, თუმცა მათი ვარაუდით ეს არის მიზან მიმართული პოლიტიკა, რომ თვითონ გერმანიას ან სხვა ევროპულ ქვეყნებს აღარ გაუჩნდეთ საერთოდ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან ურთიერთობების სურვილი. ისინი ამას ერთგვარ გზავნილადაც მიიჩნევენ რუსეთის მიმართ. ამით აჩვენებს, რომ დასავლეთი უკვე ჩვენი მტერია. თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირე, რუსეთს ეუბნება, აი გვიყურეთ, როგორ ვექცევით დასავლეთის სახელმწიფოებს. და საკუთარი მხარდამჭერების გამხნევება და იმის ჩვენება, რომ აი ამდენს ბედავთ, ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ და ნუ ხა იქით ამ ხრიდან შემოიფარგლებიან ალბათ შეშფოთებით და რაღაც წერილით და ამ შემდეგ. ფიგურალურად თუ შევაფასებთ, ქართული ოცნების ხრიდან ეს არის სილის განაწუნება და იქიდან პასუხი უნდა იყოს ისეთი, რომ ყაბარო ჩამოუღოს რა. აი დაახლოებით ეს იქნება ადეკვატური და მე იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირიც და გერმანიაც და დანარჩენი სახელმწიფოებიც ადეკვატურად უპასუხებენ ამას, იმიტომ რომ ამან რა წითელი ხაზი მართლა გადალახა უკვე ქართულმა ოცნებამ. ეხლა ასე აწყობთ, რომ თავის ამომრჩეველს უთხრან, რომ გერმანია ცუდია. თორე რამდენიმე წლის წინ მე მახსოვს ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერები როგორ ესხმოდნენ თავს სხვა პოლიტიკოსებს იმის თაობაზე, რომ მათ გააკრიტიკეს გერმანიის ელჩი. და ამბობდნენ, რომ გერმანიამ კონსტიტუცია დაგვიწერა და როგორ შეიძლება ამის ლაპარაკი. ამიტომ მათ ამომრჩევლებს მინდა უთხრა, რომ უბრალოდ გადაამოწმეთ ამ ადამიანების რამდენიმე წლის წინ ლაპარაკები და ყველაფერი ნათელი გახდება. ელჩები არ წარმოადგენენ კონკრეტულ ადამიანს, ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოებს და თავის ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, როდესაც პეტერ ფიშერს ესხმიან თავს, ესხმიან გერმანიას. ეს არის ცალსახა და ცხადი. ამით მათ რისი მიღწევა უნდათ? მარტივია, რომ გერმანია მაგალითად შეაჩეროს მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორის, შეაჩეროს მხარდაჭერა ხალხის, რომელიც ქუჩაში 300 დღეზე მეტი აპროტესტებს და უბრალოდ ნორმალიზება მისცენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში არის.
დასავლელი დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული ბოლო პერიოდში არის შალვა პაპუაშვილი. მან დღესაც ახსენა გერმანიის ელჩი და დაადანაშაულა ის, რომ პიტერ ფიშერმა სრულად დაწვა ხიდები ქართული ოცნების მთავრობასთან. ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთხელ შეახსენეს, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ელჩი აქ გერმანიის პოზიციას გამოხატავს. დღეს ასევე გავრცელდა განცხადება მთელი ევროკავშირის სახელით და დიდი ბრიტანეთის სახელით და ამ განცხადებაშიც ქართული ოცნების ხელისუფლება გააკრიტიკეს სრულ დეზინფორმაციული ბრალდებების გამო დიპლომატების მიმართ. რა იქნება ქართული ოცნების სათქმელი პიტერ ფიშერის მიმართ? სულ ცოტა ხანში გავიგებთ, სავარაუდოდ უკვე საათზე მეტია, რაც ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ალბათ მალე დატოვებს შენობასაც.